თუ ვენახის სამეწარმეო მიზნით გაშენება გსურთ, ან მისი მოსავლის გაყიდვა გაქვთ გადაწყვეტილი, ამისთვის მთავრობისგან ნებართვის აღება მოგიწევთ. ხელისუფლებაში ირწმუნებიან, რომ ეს რეგულაცია ხარისხიანი ღვინის წარმოებას შეუწყობს ხელს. ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებით ვენახის გაშენებაზე თანხმობას ღვინის ეროვნული სააგენტო გასცემს. ეს ნიშნავს, რომ სააგენტო, რომელსაც აქამდე მხოლოდ მაკონტროლებელის ფუნქცია ჰქონდა, ახლა ბაზარზე დაშვების მარეგულირებელიც იქნება. ახალი რეგულაციით პირი, რომელიც შეთანხმების გარეშე თვითნებურად გააშენებს ვენახს, იქიდან აღებულ ყურძენს ან ღვინოს ვეღარ გაყიდის. ცვლილებები უკვე გაშენებულ ვენახებს არ ეხებათ. სამეწარმეო ვენახების გაშენებაზე თანხმობის მიღება დასჭირდებათ იმ პირებს, რომლებიც მიმდინარე წლის 1 მაისის შემდგომ პერიოდში გადაწყვეტენ კომერციული მიზნებისთვის ვენახის გაშენებას. ფერმერს დაცული უნდა ჰქონდეს აგროტექნიკური მახასიათებლები, ჯიშობრივი სიწმინდე, ვენახის გაშენების ტექნოლოგია, ტექნიკა. გადამწყვეტია ნიადაგი და ადგილი, სადაც ვაშენებთ ვენახს, რადგან სწორედ ადგილწარმოშობა განსაზღვრავს ღვინის ხარისხს. მსგავსი რეგულაცია დიდი ხანია მოქმედებს ევროპის მეღვინეობის წამყვან ქვეყნებში. რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს ფერმერი, რომ ვენახის გაშენებაზე ნებართვა მიიღოს? ამას პარლამენტში შესული კანონპროექტი არ განსაზღვრავს. ვენახის გაშენებაზე ახალი წესები სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით დამტკიცდება. 1 მაისამდე დავით სონღულაშვილმა უნდა გამოსცეს ბრძანება, რომლითაც ფერმერებისთვის ვენახის გაშენების კრიტერიუმები განისაზღვრება. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მთავარი იურისტი განმარტავს, რომ მინისტრ კანონი ნებისმიერი წესის დადგენის საშუალებას შეუზღუდავად აძლევს. იმდენად ფართო დისკრეციაა მიცემული სამინისტროსთვის, იმდენად არაფერს არ არეგულირებს კანონი, იმდენად არანაირ ჩარჩოს არ აწესებს, რომ აქ რჩება სამინისტროს მხრიდან თვითნებობის ძალიან დიდი სივრცე. არა მარტო ახლა მაგალითად შესაძლოა, რომ პირველი ბრძანება ასე თუ ისე სამართლიანი წესებს შეიცავდეს. ეს საფრთხე დარჩება ყოველთვის, იმიტომ რომ ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს, გაუარესდეს. არ ვიცი საერთოდ გასაჩივრება იქნება თუ არა შესაძლებელი ეფექტური ამისი. არ ვიცი ეს კრიტერიუმი რამდენად ძიმე იქნება, ხო? ეს შეიძლება ისეთი რაღაცა მოითხოვონ, რომელიც დაკმაყოფილებას უბრალოდ შეუძლებელი იყოს, ან შერჩევითად იყოს შესაძლებელი. ღვინის სააგენტომ გამოიყენოს შემდეგ ეს არაკანონიერად, ხო, შეიძლება ღვინის ფორმალურად კანონიერად, მაგრამ თვითნებურად აქ ხედავთ ზუსტად კორუფციის რისკს. შესაზღუდად იდეალური ნიადაგი იქნება ამითი. გასაგებია შეიძლება ეს არ იყოს ბოროტად გამოყენებული, მაგრამ ამის არანაირი გარანტიას, კანონი ამის არანაირ გარანტიას არ აწესებს. საერთაშორისო გამჭვირვალობა ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებში კორუფციის რისკებსაც ხედავს და თვლის, რომ ეს მცირე მარნებს დააზარალებს. ღვინის კომპანია ფაფრის ველის დამფუძნებელი მთავრობის პოზიციას ვენახის გაშენების რეგულირებაზე არ იზიარებს. შალვა ქურდაძის შეფასებით პრობლემა ვენახის არაჭარბად გაშენება, არამედ მისი გაჩეხვის ფაქტებია. სიმართლე გითხრათ, დიდ პრობლემაა და წარსული იმ მხრივ, რომ უკვე ვენახების მორწმენება შემცირებულია საქართველოში. საერთოდ ღვინის დარგი უკვე ისე სამწუხარო ფაქტია, მაგრამ უკვე ოდნავ შემელებულიც არის ტემპები და ამიტომ არ მგონია, რომ ეს მასობრივი მოშენებები იყოს. პირიქით, აი ჩემს სამეზობლოში აქ სადაც ცხოვრობ, უკვე ხალხი ვენახს შეხავს და ატამს და კლიავს და ჭერამს აყენებს. უკვე იმდენად გაურთულდათ უკვე ვენახის მოვლა და ჩვენ უკვე აღარ ვფიქრობთ გაფართოებას, ვენახების გაფართოებას აზრი არ აქვს არავითარი. და უკაცრავად, მაგრამ როდესაც ეს კინძმარაული ახაშენი მუქუზნის ზონები ისე გააფართოვეს, რომ ალაზნამდე ჩაიყვანეს ამ ზონების ფართობები, აი მაშინ ეფიქრათ ხარისხზე ეს ჯობდარი. მიზეზი, რის გამოც ვენახების ფართობი აღარ იზრდება, ყურძნის ფასია. გასულ წელს სახელმწიფო ქარხნები რქაწითელის ჯიშის ყურძნეს ლარდა 20 თეთრად, ხოლო 18%-ზე დაბალი შაქრიანობის შემთხვევაში ერთლარად იბარებდნენ. რაც შეეხება საფერავს, მისი ფასი ლარნახევარი იყო, თუმცა დაბალი შაქრიანობის მქონე ყურძნს ამ შემთხვევაშიც ლარად იბარებდნენ. ხარჯების გათვალისწინებით შეთავაზებული ფასი ძალიან დაბალია. მრთველი 2026 წლის ფასები სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით შემდეგნაირი იქნება. შაქრიანობა თუ აღემატება 20%-ს, ყურძენის ფასი ლარი და 30 იქნება. შაქრიანობა 17-დან 20%-მდე თუ იქნება 80 თეთრი. იმ შემთხვევაში თუ შაქრიანობა 17%-ს არ აღემატება 30 თეთრი. საფერავის შემთხვევაში შაქრიანობა თუ 22%-ს აღემატება ლარნახევარი, 17-დან 22%-მდე კი 90 თეთრი. რაც შეეხება რაჭას, ის ღვინის კომპანიები მიიღებენ სუბსიდიას, რომლებიც ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს არანაკლებ 8 ლარად მიიღებენ. ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო სუბსიდია 4 ლარი იქნება.
2025 წელს შემცირდა ღვინის ექსპორტიც. შაშან ღვინის გაყიდვები დაახლოებით 8 მილიონი დოლარით შემცირდა. მიზეზი მთავარ საექსპორტო ბაზარზე რუსეთში ქართულ ღვინოზე აქციზის ზრდა იყო. სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2024 წელს ღვინის ექსპორტი 276 მილიონი დოლარიდან 268 მილიონ დოლარამდე შემცირდა. უკვე რამდენიმე წელია ქართული ღვინის 60%-ზე მეტი რუსეთში იყიდება. შაშან რუსეთის ფედერაციაში 171 მილიონი დოლარის ღვინო გავიტანეთ. მეორე ადგილს 17 მილიონი დოლარით პოლონეთი იკავებს. მესამეზე 13 მილიონი დოლარით უკრაინა. ჩინეთსა და ყაზახეთში 10 და 9 მილიონი დოლარის ღვინოა გაყიდული. მთავრობა ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე ცვლის კანონს, რომელიც სფეროს წარმომადგენლების ნაწილს ბევრი კითხვის ნიშანს უტოვებს. მინისტრისთვის შეუზღუდავა წესების ცვლილების უფლებამოსილების მინიჭება კიდევ უფრო ამძიმებს ამ საკითხს. ასევე უცნობია, რა ანტიკორუფციული მექანიზმი იცავს ბიზნეს მინისტრების ცვლილებების პირობებში არასამართლიანი დამოკიდებულების არსებობის შემთხვევაში.